კუნძული, სადაც სულიერი სიმშვიდე და ველური ენერგია ერთიანდება. ბუნება, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ახალ თავგადასავალს გთავაზობს. ოკეანე და სანაპირო, სადაც გართობა და დასვენება არასდროს სრულდება. ეს ბალია, კუნძული, რომლის აღმოჩენაც დაუსრულებლად შეიძლება. და რა თქმა უნდა, ჩვენი მოგზაურობა იწყება დემპასარის აეროპორტიდან, იგივე ბალის აეროპორტიდან. 16 საათიანი ფრენის შემდეგ ჩამოვედით, აქ გავატარებთ 17 დაუვიწყარ დღეს. აქედან 10 დღე ვიქნები ჯგუფთან ერთად, ხოლო შემდეგი ერთი კვირა მარტო გავატარებ იმისათვის, რომ ბევრი საინტერესო ადგილი და კადრი გადავიღო. ნახეთ რა გამოვა და დავიწყეთ ჩვენი მოგზაურობა ღმერთების კუნძულზე. ჩვენი მოგზაურობა ბალის კულტურულ გულში, უბუდში იწყება. ეს არის პატარა, მაგრამ განსაკუთრებული ქალაქი, რომელიც კუნძულის სულიერ და შემოქმედების ცენტრად ითვლება. უბუდი გარშემორტყმულია ჯუნგლებით, ბრინჯის ტერასებით, დინარეებითა და უძველესი ტაძრებით. აქ მდებარეობს ცნობილი მაიმუნების დღეც. ეს ყველაფერი კი უბუდს ბალის ყველაზე ავთენტურ ადგილად აქცევს. ეს ადგილი ასევე პოპულარულია მედიტაციითა და ბუნებასთან ჰარმონიით, რის გამოც მას ხშირად ბალის სულიერ თავშესაფარსაც უწოდებენ. პირველი გაჩერება უბუდში კი რა თქმა უნდა ჩვენი განსაკუთრებული სასტუმროა. დავჩეკინდით სასტუმროში. აი ეს საოცარი ხედები გვაქვს ყველას. უბუდი არის ადგილი, სადაც შეგიძლია რომ მოხვიდეთ და სულიერად, მენტალურად, ფიზიკურად ყველანაირად გამოჯამრთელდეთ, აისვენო და სულ ჰარმონიაში იყო ბუნებასთან. ამ კონკრეტულ სასტუმროს იმიტომ ვიჩერთ ხოლმე ყოველ წელს, რომ არის თავისი ტერასები წარმოდგენილი, ძალიან კარგი ლოკაცია აქვს, შვიდი და კარგი გარემო აქვს. ბევრი ის პლუსი აქვს, რომელიც ჩვენ ძალიან გვადგება და პირველ დღე ტროპიკულ გარემოსთან შეგუებასა და მარტივ ოპერაციებში გავიდა. მაგალითად ისეთში როგორიც ფულის გადაცვლა. ვახურდავებ $200 და მომენტალურად ხდები მილიონერი. $200 ხუთს 3.215.000. $200-ზე მეტი დახურდავებს აზრი არა, გინდები ფუნქციები და სანამ წაიღო სადმე ჩადე. რაც შეეხება ტრანსპორტირებას, ბალიზე გადაადგილება სრულიად განსხვავებული გამოცდილებაა. კუნძულზე მთავარი ტრანსპორტი სკუტერია, რომელიც ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის ყველაზე სწრაფ და პრაქტიკულ საშუალებად ითვლება. ვიწრო ქუჩები, ხშირი საცობები და ქაოსური მოძრაობა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აქ წესები მეორე ხარისხოვანია. თუმცა სინამდვილეში მოძრაობას საკუთარი უხილავი ლოგიკა აქვს. მძღოლები ერთმანეთს სიგნალებითა და მზერით ესაუბრებიან. მოძრაობა კი უფრო ადაპტაციაზეა დაფუძნებული ვიდრე მკაცრ წესებზე. სკუტერები თავისუფლად მოძრაობენ მანქანებს შორის, რაც ერთის მხრივ მოქნილობას იძლევა, თუმცა მეორეს მხრივ ყურადღებას და გამოცდილებასაც მოითხოვს. მიუხედავად ქაოსური იერისა, ბალის ტრაფიკი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და ზუსტად ამ არეულობაში იგრძნობა კუნძულის რიტმი და რეალური ცხოვრება. ჩვენი პირველი გაჩერება უბუდში კი მაიმუნების დღეა. ბუნებრივი ნაკრძალი და წმინდა ტერიტორია, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. აქ ცხოვრობს ასობით მაკაკა მაიმუნი, რომლებიც ჯუნგლებში, საუკუნოვან ხეებზე გადაადგილდებიან. რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი. პირველი, არ შეიძლება ამ მაიმუნებთან თამაში. იმიტომ საერთოდ არ არიან მეგობრულები. არ შეიძლება გეკეთოს ისეთი სამკაული და ამავდროულად ახლოს მიხვიდე ამ მაიმუნებთან, რომელიც მარტივად შეიძლება მოუყვარონ. იმიტომ რომ ნებისმიერ ნივთს სამკაულს იპარავენ და გარბიან და ამხელა ტყეში ვეღარ დაიჭერ. შანსი არ არის. ეს ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომელიც აქ ვიზიტის დროს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. ტყეში ასევე მდებარეობს უძველესი ბალინური ტაძრები, რომლებიც დღემდე რელიგიურ დანიშნულებას ინარჩუნებს. მაიმუნების დღე არა მხოლოდ ტურისტული ატრაქცია, არამედ ბალინური კულტურის ნაწილია, სადაც ბუნება, ცხოველები და სულიერება ერთ სივრცეში ერთიანდება. მაკაკების გარდა აქ შეხვდებით სხვა ცხოველებსაც, რომლებიც ყავას ამზადებენ. კოფი ლუაკი ბალის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ყავაა. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ყავის მარცვლებს პატარა ცხოველი სახელად ლუაკი მოინელებს, რის შემდეგაც მარცვლებს აშრობენ მზეზე. ბაქტერიების მოსაკლავად ხალავენ მაღალ ტემპერატურაზე და საბოლოოდ ამზადებენ ლუაკის ყავას. ტრადიციულად კოფი ლუაკი ველურ ბუნებაში მზადდებოდა, სადაც ლუაკი თავად ირჩევდა საუკეთესო მარცვლებს. დღეს კი მისი წარმოება ხშირად ხდება სპეციალურ ფერმებში, სადაც ცხოველები გალიებში ყავთ გამომწყდებული და მხოლოდ ყავას აჭმევენ. მაგრამ კოფი ლუაკი მსოფლიოს მასშტაბით მაინც ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულად ცნობილ ყავად რჩება. მიუხედავად მაიმუნების დღის სილამაზისა, ამ დღის მთავარი ფოტოლოკაცია ჯერ კიდევ წინ ჰქონდა. ბალიზე მოგზაურობისას აუცილებლად უნდა შემოიაროთ ბრინჯის ტერასებზე. განსაკუთრებით გოგონებმა, რომლებმაც აი ეს ინსტაგრამული ვიდეოები შეიძლება გადაიღოთ და წაიღოთ ცნობილ საქანელებზე შრიალა ფერად-ფერადი კაბებით, აუცილებლად დაამშვენებს თქვენი ინსტაგრამის ფიდს. აი ამ კაბებს დაახლოებით $20-25 ქირაობენ, შემდეგ აქ ხდებიან და ეს ადამიანები თან აკატავებენ თავისი კაბის შრიალიან ყველაფრიანად და თან უღებენ ფოტოებს და ვიდეოებს. ძალიან რეკომენდებული ადგილი არის და ყველას გიჩვენებთ, რომ ერთხელ მაინც მოხვდეთ აი აქ, როცა ბალიზე იმოგზაურებთ. ლამაზი ფოტოლოკაციის გარდა ბრინჯის ტერასები ბალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სიმბოლური ლანდშაფტია. ისინი საუკუნეების განმავლობაში ხელით არის შექმნილი და ბალინური სოფლის ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს. ტერასები აგებულია უნიკალური სარწყავის სისტემის, სუბაკის პრინციპით, რომელიც წყლის თანაბარ გადანაწილებას უზრუნველყოფს. ბრინჯი ბალინელებისთვის მხოლოდ საკვები არ არის, ის მათი კულტურის, ტრადიციებისა და რელიგიური ცხოვრების ნაწილია. სწორედ ამიტომ ტერასები არა მხოლოდ თვალწარმტაცი ბუნებრივი ხედი, არამედ ადამიანის და ბუნების თანაცხოვრების ცოცხალი მაგალითია. მწვანე საფეხურებად დაშლილი მინდვრები კუნძულ ბალის იმ განსაკუთრებულ და მშვიდ ატმოსფეროს ძენს, რომლის გამოც ის ასეთი გამორჩეულია. უამრავი ფოტოვიდეოს გადაღების შემდეგ კი ჩვენი მოგზაურობა ბალის ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ტაძარში, ტირტა ემპულში გაგრძელდა. ეს ტაძარი ცნობილია თავისი წმინდა წყაროებით, სადაც ადგილობრივები და ტურისტები გამწმენდი რიტუალის გასავლელად მოდიან. ტირტა ემპული 1000-ზე მეტი წლის წინ არის აგებული და ბალინურ სულიერ ცხოვრებაში დღემდე მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
ჩვენ ახლა ვიმყოფებით ტირტა ემპულში. ეს ტაძარი დაასწრა მე-10 საუკუნეში და ბალინელებისთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალის, განწმენდის, სულის განახლების და ბედნიერების გამბანვის ცერემონია, რომელსაც მელუკით უწოდებენ. ტაძარი მიძღვნილია ღმერთ ვიშნუსადმი, რომელიც წყლისა და სიცოცხლის ღმერთად ითვლება. აშენებულია ბუნებრივი წყაროს გარშემო, რომელიც ადგილობრივები მიაწერენ წმინდა ძალას და ამის გამო ქვია ტირტა ემპული, ანუ წმინდა წყარო. ტირტა ემპულში გამბანვის ცერემონია ბალინური სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალია. ცერემონია ტარდება წმინდა წყაროებში, სადაც ადგილობრივები და სტუმრები წყლის შადრევნების ქვეშ რიგრიგობით დგებიან და ტრადიციული წესით იბანენ თავს. თითოეულ წყაროს საკუთარი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და ითვლება, რომ იგი ადამიანის ენერგიის გაწმენდას, ცუდი ემოციების მოცილებას და შინაგან ბალანსს უწყობს ხელს. რიტუალის დროს მონაწილეები ლოცვას ამბობენ და მადლიერებას გამოხატავენ, რის შემდეგაც ცერემონია არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ სულიერ გამოცდილებადაც იქცევა. ტირტა ემპულის განბანვა ბალინელებისთვის რწმენის ნაწილია, ხოლო ვიზიტორებისთვის კულტურის გაცნობის უნიკალური შესაძლებლობა. დღევანდელ ტურს კი დავასრულებთ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და განსხვავებულ რესტორანში. ტამანდედარი რესტორანთან ერთად არის ქანდაკებების პარკი, რომელიც ბალინური მითოლოგიითაა შთაგონებული და გიგანტური ქვის ქანდაკებებითაა ცნობილი. ტამანდედარის მთავარი სიმბოლოებია ზეციური ფიგურები და ღვთაებები, რომლის ბუნებასთან თანხვედრას სტუმრებისთვის სანახაობრივ და მისტიურ გარემოს ქმნის. ყოველ წელს უკვე ტრადიციაც გვექცა, რომ პირველი უბუდვის ტურს ვასრულებთ ხოლმე ამ რესტორანში. საუცხოო გარემოა, ძალიან ინსტაგრამულია და ძალიან გემრიელი კერძებია. ყველას გირჩევთ და უსწრებთ ეს სტუმროთ ამ ადგილს. ტურისტული ლოკაციებით სავსე დღის გემრიალა დასრულების შემდეგ კი მეორე, გართობი და დასვენები დატვირთული დღეს გათენდა. დღევანდელი ჩვენი დღე თეორიულად თავისუფალია, თუმცა პრაქტიკულად მოვედით ერთ-ერთ ძალიან ლამაზ და კარგ ადგილას რელაქსაციისთვის, გართობისთვის და ძალიანად მთელი დღის გასატარებლად. ეს არის კრეტია უბუდი. ძალიან ეფექტურად და ლამაზად არის მოწყობილი მთელი სივრცე, სადაც შეგიძლიათ დილიდან საღამომდე მთელი დღე გაატაროთ, ისე რომ აქედან ამ სივრციდან გასვლა საერთოდ არ დაგჭირდებათ. ასევე არის მოსასვენებელი სივრცეები, სადაც შეგიძლიათ რომ მთელი დღის განმავლობაში აქ იყოთ მიირთვათ, დალიოთ, იცურაოთ და კარგი დრო გაატაროთ. მოკლედ, ეს ადგილი ნამდვილად რეკომენდირებულია TravelFi-ის მიერ და გირჩევთ რომ თუ აქ დააპირებთ მოსვლას, წინასწარ გააკეთოთ რეზერვაცია, თუ პირობითად სავსე იყო რეზერვაციები, მოხვიდეთ დილის 8 საათზე ან 9 საათზე რომ შეგხვდეთ შედარებით ნორმალური ადგილი. კრეტია უბუდში მთელდღიანი არაჩვეულებრივი დასვენების, ჭამის, დალევის და გართობის შემდეგ საღამოს ჩვენი ჯგუფის წევრის დაბადების დღეც აღვნიშნეთ, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ დაბადების დღეებიდან, რომელსაც ამ ვიდეოში კიდევ რამდენჯერ ვნახავთ. ამ ყველაფრის შემდეგ კი მესამე დღის ჯერიც მოვიდა. გათენდა ჩვენი მესამე დღეც და გამთენია ღამის 3 საათზე წამოვედით ჩვენი პირველი სანახაობისთვის, ეს არის ლემპუიანგი, რომელიც არის 60-ის კარიბჭე. ეს არის ერთ-ერთი ცნობილი ატრაქცია და ცნობილი ფოტო. ადამიანები მოდიან, გამთენია სანამ ზეამოვა მაგამდე, იმისათვის რომ 3, 4 და ხანდახან 5 საათიან რიგებსაც აცდნენ. თუმცა რეალურად როგორ იღებენ ამ ფოტოს? წამოდა ერთად ნახოთ და საიდან არის მიღებული ეს ყველაფერი? აი ამ პატარა სარკის მეშვეობით, რომელსაც კამერის ქვემოთ ადებენ და იღებ ძალიან ლამაზ ფოტოს. საბოლოო ჯამში. და ამით იმის თქმა მინდა რომ ნებისმიერი რაღაც შეიძლება დედამიწაზე გატრენდეს ერთი ცალი პატარა ხრიკის საფუძველზე. რეალურად აი ესე გამოიყურება ეს ყველაფერი, თუმცა ფოტო რამდენად ეფექტური გამოდის, შეგიძლიათ ნახოთ. ლემპუიანგი არა მხოლოდ ფოტოგენური ლოკაცია, არამედ სულიერი გზის სიმბოლოა. ტაძრამდე მისასვლელად ასობით საფეხურის გავლა საჭირო, რაც მოთმინებასა და სიმშვიდეს მოითხოვს. თავად ტაძარი კი ბალის უძველეს სულიერ კომპლექსს ეკუთვნის და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადგილობრივ რელიგიურ ცხოვრებაში. სტუმრებისთვის ეს ადგილი სილამაზისა და სულიერი სიმშვიდის ერთობლივი გამოცდილებაა, ხოლო ბალინელებისთვის შინაგანი წმენდისა და თვითშემეცნების ნიშნად ითვლება. ჩვენი შემდეგი ლოკაცია უბუდში კი არნაკლებ ფოტოგენური ადგილი, ტირტა განგას კომპლექსია, რომელიც მე-20 საუკუნის შუა პერიოდში აშენდა და ოდესღაც ბალის სამეფო ოჯახის საზაფხულო რეზიდენცია იყო. ტირტა განგა ცნობილია თავისი შადრევნებით, აუზებითა და ქვის ქანდაკებებით, რომლებიც ტრადიციულ ბალინურ არქიტექტურას ასახავს. დღევანდელი მეორე ლოკაცია გვაქვს ტირტა განგა. 3 საათიანი ლოდინის შემდეგ 60-ის კარიბჭეში გადავიღეთ ლეგენდარული ფოტოები კიდევ ერთხელ და წამოვედით მეორე ლოკაციაზე. ტირტა განგა ნიშნავს წმინდა წყალს განგადან. ეს კონკრეტული ადგილი ადრე იყო სამეფო კარი, რომელიც 1946 წელს აქაურმა მმართველმა ააშენა და აქ არის წარმოდგენილი ულამაზესი ბაღები. მთავარი სანახაობა არის 11 საფეხურიანი შადრევანი, სხვადასხვა რაკურსით ძალიან ლამაზი ფოტოები გამოდის და აქედან გამომდინარე ლიუს 10000 ფოტო. ამ დღეს კიდევ ერთი განსაკუთრებული ადგილი. უпростоრად სასტუმრო მოვინახულეთ, რომელსაც ცოტა ხანში გაგაცნობთ. მანამდე კი გეტყვით რომ მომდენო დღეს ვიწყებთ. რუსაპენიდას ექსკურსიით ჩამოვედით კუნძულზე დიდი უზარმაზარი კატერით. ეხლა გავნაწილდებით 6 სხვადასხვა მანქანაში, იმიტომ რომ აქ გზა არ არის კარგი და ერთი მანქანით ვერ ვიმოძრავებთ და დავიწყებთ 4-5 სხვადასხვა ძალიან ლამაზი ლოკაციის ნახვას. გზა თაგენ ჩვენი ძმა შეხვდა. გამარჯობა, მოგესალმებით მეგობრებო. არგი სერიოზული ნახტომი უნდა გადაიღოს. აბა წარმატებები თავისუფლად სოსო არა, მაგრამ გადახდა დეცოს თავი. ეს ვიდეო თუა 15 ლაიქზე თავით დავიშვა. ჩეესო მიგრები პირდაპირ. გათამაშების როა
გამარჯობა. 3 ორკაციანი საგზური გავათამაშე და გავაბედნიერეთ 6 ადამიანი და მე-4-ს ჯერიც მოვიდა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, იმიტომ რომ ვიეტნამის ვიდეომ უკვე გვაჩვენა რომ პროგრესი გვაქვს, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება როგორც გათამაშებაში, ასევე ნახვებზეც ეს ყველაფერი აისახება. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და იმედი მაქვს რომ ძალიან მალე უკვე ვიდეოებზე დავიწყებთ მალ-მალე 100,000-იანის და უფრო მეტი ციფრების გადალაღვას. ახლა კი დაუბრუნდეთ ჩვენს გათამაშებას, სადაც ტრადიციულად ჩვენსავე ვიეტნამის ვიდეოში სიუჟეტიდან გამომდინარე 3 დასმულ კითხვაზე უნდა გაგეცათ 3 სწორი პასუხი. ახლა კი რენდომაიზერით ვნახოთ ვინ არის ის იღბლიანი, რომელიც მოიგებს 2 კაციან საგზურს ევროპაში. ტრადიციულად ამორჩეული გვაქვს ვიდეო, ყველანაირი ფილტრი მითითებული და წავიდა. გადავამოწმოთ თვითმფრინავი, ველოტაქსი, ნავი, კატერი, კრუიზი, ბორანი, მრგვალი ნავი, ფუნიკულიორის, საბაგირო, მეორე კითხვაზე გველის ღვინო, მოკითხო ვიტამინი და ყველაზე მაგარ მოსოფლის წამალი. გილოცავ ლალიკო, შენ გახდი ჩვენი მე-4 გამარჯვებული. 2 კვირის განმავლობაში უნდა მოიწერო ჩვენს Instagram ან Facebook გვერდზე, რათა მიიღო კუთვნილი საგზური. ახლა კი ახალი კითხვების ჯერია. მაგრამ სანამ კითხვებს დავსვამ, შეგახსენებთ წესებს. 3 კითხვას დავსვამთ აი ამ ბალის ვიდეოდან და პასუხებიც ამავე ვიდეოს კომენტარებში უნდა დააფიქსიროთ. აუცილებლად უნდა გამოიწეროთ Travelfy-ის არხი და აუცილებლად უნდა დაალაიქოთ ეს ვიდეო. ახლა კი კითხვები. რომელი ბუნებრივი მოვლენა დაგვავიწყდა ნუსადუა სანაპიროზე წასვლისას, რის გამოც ზღვაში ვერ შევედით? რა თანხის სანაცვლოდ ჩამოხსნა ბალინელმა ადგილობრივმა ხეზე შეჩენილი დრონი? რა ტაქტიკა გამოვიყენე იმისთვის, რომ მეჭამა რესტორანში, სადაც მარტო ჯგუფებს უშვებდნენ? ნუსაპენირას ტურში ჩვენი პირველი ლოკაცია Diamond Beach, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანაპირო ბალიზე, რომელიც ცნობილია თეთრი ქვიშით, წყლისპირა კლდეებითა და გამჭვირვალე ლურჯი ოკეანით. ქვემოთ ჩასასვლელი ვიწრო ბილიკი კი კლდეშია გამოკვეთილი და სანაპირომდე ჩასვლას ნამდვილ თავგადასავლად გარდაქმნის. Diamond Beach-ის სილამაზე და ატმოსფერო მას ბალის ერთ-ერთ ყველაზე ფოტოგენურ ადგილადაც აქცევს. ამ ლოკაციებს უამრავი ადამიანი სტუმრობს, აქედან გამომდინარე ყველგან რიგები არის ფოტოს გადაღებაზე. საუკეთესო სპოტები, სადაც არის სულ რიგებია ყველგან და ვიწერთ ფიში დგომა, რომ საუკეთესო კადრები დაიჭიროთ. შემდეგი ჩვენი ლოკაცია არის ცნობილი ბალის ხის სახლი. ძალიან ცნობილი პოსტერით შეიძლება დაარქვა და უამრავ ბალისთან ასოცირებულ პოსტზე ან ბანერზე ან ვიდეოში შეიძლება ნანახი გქონდეთ. კიბეებით არის დაბლა ჩასასვლელი და იქ არის აშენებული ხის ქოხი, საიდანაც იშლება პანორამული ულამაზესი ხედი ოკეანეზე და ამ პატარ-პატარა კუნძულებზე, რომელსაც 1000 კუნძულს ეძახიან. მოვედი ჩვენს მესამე ლოკაციაზე, კელინკინგ ბიჩზე, რომელიც არის ნუსაპენი და სავისტო ბარათი. კელინკინგ ბიჩს მისი კლდოვანი ფორმები გამოარჩევს, რომელიც ზემოდან დინოზავრის ფორმასაც წააგავს, რის გამოც ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ამოსაცნობ ხედადაც ითვლება. ქვემოთ მდებარე სანაპირომდე ჩასვლა კი ბალის ყველაზე სახიფათო ლაშქრობადაც მიიჩნევა და შესაბამისად ფიზიკურ გამძლეობასაც მოითხოვს. თუმცა საბოლოო ხედი ამ შრომას ნამდვილად ამართლებს. რაც შეეხება კლდის ზემოთ მდებარე ფოტოლოკაციას, დაჩვენებთ აი აქ რა ხდება ამ ყველაფრის ფონზე. უამრავი ადამიანი, ქაოსი, არარსებული რიგები. საბოლოო ჯამში ამ ლამაზი ფოტოს უკან დიდი შრომა არის, უნდა მოიპოვო ადგილი, იბრძოლო, გაუმკლავდე ამ ხალხს. უნდა გაითვალისწინოთ, რომ მოგიწევთ ბევრი ლოდინი, ბევრი რიგი, დროის კარგვა გზაში. შესაბამისად, ვინც ზარმაცები ხართ, არ გირჩევთ ამ ტურში წამოსვლას. ვინც ძალიან მოწადინებული, მონდომებულები ხართ, რომ ეს საკულტო ფოტოები თქვენს ალბომში წინაყებოდეს, აუცილებლად წამოდით, იმიტომ რომ სუპერ ინსტაგრამული მიმართულებაა. ჩვენი შემდეგი ლოკაცია, რომელსაც ვიდეოში ნახავდით, ულამაზესი ჩანჩქერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მისკენ მიმავალ გზაზე ასეთი რამ მოხდა. გამოვაცხადე ჯილდო 52-ად დავიწყრო ვინაო აი ამ ხეზე კენწეროში. ხო და აგე ძმა არის და 50 არაო 100 კი არა ადი ძმაო და არა პრობლემა. აქ ჩვენ ავწოლები არ ვარ დაბა. ხახი ჯოხია ხახი. აი მის კანა სადღაცას რა აი სადღაცა საქმეა. კაროჩე ეს ტიპი გამოჩნდა უკვე. Dur. No, in the back. Duranan, benang. ეს საქელოდება. ეს აქედან კარნახავს ჩვენ აგერ ჯოხს უყურებთ რომ ჩვენ მაზმა აქედან ჯოხი ჭიარხიოს. აი ეს ადამიანი აქედან ცდილობს რომ ჩვენი დრონი ჩამოაგდოს. ჩამოვიგეთ. ჩამოვიგეთ რაღაცნაირად. ცოტა რა დედა აღარ ყავს, მაგრამ ნუ რაღაცას ვიზოთ. თავარი ჩამოვიგეთ და შიგნით კადრებიც გვაქვს. დავაკეთეთ. Thank you. დრონის დაბრუნების შემდეგ ამ დღის საინტერესო ისტორიები არ დამთავრებულა. ჯგუფი გაუშვი. შემდეგ ლოკაციაზე. მე რო არ მგლოდებოდნენ, კაცმარცი მხიდა როდის ჩამოვიტანთ. წამოვედი აქეთ ულუნდანუს მონასტერი, რომელიც არის ულამაზესი. თან შიოდა რა და შევედი ერთ რესტორანში, გამომიშვეს მარტო ჯგუფებიო. შევედი მეორე რესტორანში, მარტო ჯგუფებიო. შევედი მესამეში, მარტო ჯგუფებიო და როგორც აღმოჩნდა, აქ მარტო ჯგუფებით შედიხარ რესტორანში. რავი, შევეტენე ვიღაცა გერმანელებს შემოვედი ხა და ჭამ. მუქთად არ შევჭამე ხა ასეა. ტიპს ვაჩუქებ, აბა არ გადამახტევინეს, ბა არაფერში. ძალიან არ გაიგონე ხა რომელი ჯგუფიდან ვარ. უთენთაკო ეტყვი და ეგა. ერთ $20 ვაჩუქებ. ღმერთთან, ინდონეზიასთან და გერმანელებთან ყველასთან მართალი ვიქნები. აგვიმართოს. რესტორნის შემდეგ ამჯერად ჯგუფთან ერთად ულუნდანუს ტაძარს ვეწვიეთ. ბალის ერთ-ერთ ყველაზე წმინდა და ფოტოგენურ ადგილს. ტაძარი ბრატანის ტბაზე მდებარეობს და მისი წყლის დონიდან გამომდინარე ხშირად ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თითქოს ტაძარი ტბაზე დაცურავს. ულუნდანუ მე-17 საუკუნეში აგებული და წყლის ქალღმერთ დევი დანუსადმია მიძღვნილი, რომელსაც ბალინურ კულტურაში დიდი მნიშვნელობა აქვს.
თვითონ ტაძარში ტურისტების შესვლა აკრძალულია და მხოლოდ ადგილობრივებს შეუძლიათ შესვლა და ლოცვა. ეს ადგილი ძალიან მისტიკურად გამოიყურება ამ ნისლში და ამ უამრავ სხვადასხვა სივრცეში, ბაღებში. ძალიან ლამაზად არის გაკეთებული, მოვლილია, ერთგვარი ჰარმონია, სიჩუმე, სიწყნარე, სამდენი ფერად-ფერადი ყვავილები, ნამდვილად სასიამოვნო და საოცარ გარემოს ქმნის. აუცილებლად სანახავი ადგილია თუ დრო გექნებათ. ბალი ხშირად მოიხსენიება როგორც ერთ-ერთი ყველაზე სპირიტუალური ადგილი მსოფლიოში. კუნძულის ყოველდღიური ცხოვრება მჭიდროდ არის დაკავშირებული რელიგიასთან, რიტუალებთან და შინაგან ბალანსთან. აქ მედიტაცია და სულიერი პრაქტიკები მხოლოდ ტურისტული გამოცდილება არ არის. ისინი ბალინელებისთვის ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია. კუნძულზე შეხვდებით იოგისა და მედიტაციის ცენტრებს, რომლებიც ჯუნგლებში, ბრინჯის ტერასებთან ან ოკეანის პირას არის განთავსებული. ეს სივრცეები შექმნილია სიმშვიდისა და თვითშემეცნებისთვის, სადაც ადამიანი ხმაურისგან შორს, ბუნებასთან ჰარმონიაში რჩება. ბალიზე სულიერება გულისხმობს არა სამყაროსგან გაქცევას, არამედ შინაგან წონასწორობას. იდეას, რომ ადამიანი, ბუნება და ენერგია ერთ მთლიანობას წარმოადგენს. სწორედ ეს დამოკიდებულება ქმნის იმ განსაკუთრებულ ატმოსფეროს, რის გამოც ბალი ბევრისთვის არა უბრალოდ მოგზაურობა, არამედ შინაგანი გამოცდილებაა. სანახაობრივად ატვირთული დღეების შემდეგ კი მთავარი გართობის, ანუ მელიქას დაბადების დღეც მოვიდა. რის გამოც მთელი ჯგუფი მსოფლიოში ნომერ პირველად აღიარებულ ბიჩ კლუბში ტოპ VIP სექციაში აღმოჩნდა. ფინს ბიჩ კლუბი პირდაპირ ოკეანის სანაპიროზე, ინფინიტი აუზებით, ტროპიკული კოქტეილები და მუდმივად ცოცხალი ატმოსფეროთი სტუმრებს ყოველდღიურ ფესტივალისებურ გართობას თავაზობს. Travel-Fi's ჯგუფმა კი ასეთ ადგილზე ტრადიციულად ყველაზე დასამახსოვრებელი წუთები შეიქმნა. ბალიზე გართობა მომდევნო საღამოს მექსიკოლაში გაგრძელდა, რომელიც მექსიკური კულტურის დაგონებული ფერადი გარემოთი გამოირჩევა. დღის განმავლობაში ის მშვიდი რესტორანია, ხოლო საღამოს ენერგიული ატმოსფეროს მქონე კლუბად გარდაიქმნება. რაც შეეხება ჯგუფური ტურის ბოლო საღამოს, ყველაფერი აზიაში ნომერ პირველ კლუბად აღიარებულმა სავაიამ დააგვირგვინა. კლუბი მაღალი კლდის თავზე მდებარეობს, საიდანაც ინდოეთის ოკეანეზე პანორამული ხედები იშლება. სავაია თანამედროვე არქიტექტურას, პრემიალურ ატმოსფეროსა და მსოფლიო დონის მუსიკალურ ივენთებს აერთიანებს. აქ მოხვედრა მარტივი არ არის და დაახლოებით $150 იღებს, მაგრამ ჩვენი ჯგუფი როგორც ყოველთვის სავაიაში guest list-ით, ანუ მოსაწვევებით აღმოჩნდა. ამ საღამოს გამორჩეულად კი ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი წევრის დაბადების დღეც აქცევდა. სავაიას შემდეგ ჯგუფთან დამშვიდობების დროს დადგა. საგიჟეთი 10 დღე გამოვიდა, ემოციებით, ფიზიკურად, მორალურად, ყველანაირად. ძალიან ეხავს ყოველთვის დამშვიდობება, ემოციური მომენტია. მაგრამ თუ ამას არ გზნობ, ესე იგი რაღაცა ვერ ჩატარდა ისე როგორც საჭირო. ულამაზეს ვილაში გავატარებთ, შემდეგ 4 ღამეს. ცოტა ზალებს აღვიდგენ, უკვე სოლო ამბავს გადავიღებ, გადმოვიდი ჩანგუში. ჩანგუ ბალის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული უბანია, რომელიც სერფინგის სანაპიროებით, კაფეებით და ბიჩ კლუბებითაა გამორჩეული. ეს ადგილი განსაკუთრებით პოპულარულია ციფრულ ნომადებში, რომლებიც აქ დისტანციურად მუშაობასა და დასვენებას შორის იდეალურ ბალანსს პოულობენ. ასევე ჩანგუს კიდევ უფრო მიმზიდველს უზარმაზარი ვილების იაფად ქირაობის შესაძლებლობა ხდის. ჩანგუში ჩვენი ვიზიტის დროს კი ზუსტად იმ რესტორნებსა და ბიჩ კლუბებს ვესტუმრებით, რომლებიც ამ ადგილს ასე გამორჩეულად აქცევს. რაც შეეხება პირველ ლოკაციას, ეს არის მარი ბიჩ კლუბ. შედარებით უფრო მშვიდი და წყნარი არის სხვა ბიჩ კლუბებისგან განსხვავებით. პირობითად თუ სხვები ფინსი, Tropical Temptation-ი, Atlas-ი და სხვადასხვა ბიჩ კლუბები უკვე მოილია და პირობითად მოგბეზრდა, შეგიძლიათ ბევრად უფრო წყნარი ვარიანტი აქ იპოვოთ. ფასები მეტლანკდებად იგივეა, მაგალითად აი ის კონკრეტული კაბანა რაც აღებული გვაქვს 3 მილიონი ღირს, 3 მილიონი დაახლოებით $200-ია, რომელიც შეგიძლიათ დეპოზიტად საჭმელზე, სასმელზე ყველანაირად გამოიყენოთ. ვისაც შედარებით მშვიდი ამბავი გინდათ, მარი ბიჩ კლუბი ნაღდი გემრიელი 7-ხულიანია 10-დან. და თუ კი თქვენს აპირებთ მოგზაურობას და გსურთ რომ ყველაფერი თავად დაგეგმოთ, Travel-Fi G გახდება თქვენი პერსონალური ტურისტული აგენტი ციფრულ სამყაროში. პორტალის საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ სასურველი ავიაბილეთები, დაჯავშნოთ საუკეთესო სასტუმროები, უზრუნველყოთ კომფორტული ტრანსპორტირება და შეიძინოთ სხვადასხვა აქტივობისა თუ სანახაობის ბილეთები. Travel-Fi G-ზე თქვენ სწრაფად და მარტივად იღებთ ყველა საჭირო ტურისტულ მომსახურებას ერთ სივრცეში. და დადგა ბალის ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ლოკაციის დროც. ეხლა მინდა გაჩვენოთ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ვილა ბალიზე. ეს არის უნიკალური Boeing 737, რომელიც გადაკეთებულია კერძო ვილად. იგი მსოფლიოში პირველი ამ ტიპის საცხოვრებელია, რომელიც აერთიანებს ავიაციურ დიზაინს, ზღვისპირა ხედებს 150 მეტრის სიმაღლიდან და ექსკლუზიურ მომსახურებას. თვითმფრინავის და ბუნების ესეთი ნაზავი ერთმანეთთან დამეთანხმებით რომ სასწაულია. წამოდ ნახოთ ეხლა საძინებელში რა ხდება. აქეთ არის
ხელსაბანი. და აქედან გავდივარ თავარ ადგილას. ეს არის master bedroom-ი, თავისი ჯაკუზი, აპიტნის ხედებით. აქედან იშლება სასწაული ხედი მთელს სანაპიროზე და გვაქვს ასევე ჰამაკი, სადაც შეგვიძლია ჩავწვეთ ვინავარდოთ ამ ჩვენ ჰამაკში. ფრთაზე არის პატარა ტერასა მოწყობილი და აი ეს ხედი არის აი აქედან გაშლილი. აქედან შეგიძლია დაინახოთ ინფინიტი პული, სასწაული ხედებია. ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული რამ არის, რაც კი მინახავს. ჩანგუში ყოფნის მეორე დღეს კი სასტუმრო Regents ვეწვიეთ. Beach House, ესე ქვია ამ ადგილს და ცალკე სერვისად ყიდიან ამ ადგილს. აუზზე შეგიძლიათ დღის განმავლობაში შემოხვიდე, აიღო მაგი და ან შეგიძლიათ სანაპიროზე მოხვიდეთ და მზის ჩასვლით დატკბეთ. აქ არის კიდე სხვა უამრავი ბარი, რესტორანი. შესახედავად ძალიან გემრიელია. თევზის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ გემრიელია და თევზი ვისაც უყვარს სავარაუდოდ ბევრად უფრო დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ იქნებიან ეს ადამიანები. ბოსტნეური გრილზე საერთოდ არ მიყვარს. შესაბამისად ბევრს არც არ უნდა ველოდო მე ამისგან. მაქსიმუმ ბადრიჯანი, რომელიც შეიძლება მომეწონოს. ბადრიჯანი კაია. თევზი ძალიან უხდება თეთრი ცივი ღვინო. ამ შემთხვევაში გვაქვს ახალი ზელანდიიდან Sauvignon Blanc-ი, ჭახი. ბალიზე მზის ჩასვლა ყველაზე ლამაზია თქო ზუსტად აი ამას გულისხმობ. იასამნისფერი, სტაფილოსფერი, ყვითელი, წითელი, ნაცრისფერი, უამრავი სხვადასხვა ფერი. მაშინ არის მზის ჩასვლა ლამაზი ბალიზე, როდესაც მთლიანად ჩადის მზე და იქიდან ამოაქვს ყველანაირი ფერი. ჩანგუში ყოფნის მესამე დღეს კი ბალიზე მომხდარი საინტერესო ისტორიების სერია გაგრძელდა. დღეს გადავწყვეტეთ, რომ იქნება და ზღვაზე გავსულიყავით, რომ ანუ სულფასოვნად ზღვაზე არანაირი beach club-ში არსად არაფერში. ეს მივსულიყავით, დავწოლილიყავით და დრო გაგვეტარებინა ერთ დღეს ზღვაზე. თუ ბარემდა გადასვლა იყო, რომ სადმე გადავსულიყავით და სხვა ადგილას გემრიელად წავწოლილიყავით, სად და კუნძულის მეორე მხარეს. ნუსადო არის ერთ-ერთი საუკეთესო სანაპირო ზოლი ბალიზე, სადაც ალღები არ არის, ღია ფერის ქვიშა არის, მაღალი კლასის სასტუმროებია. თუმცა ჩვენ დაგვავიწყდა ერთი რამ, რომ აქეთ მხარეს არის მიქცევა, მოქცევა. დღის განმავლობაში 6 საათი ზღვა მიდის, აი ესე, აი უბრალოდ მიდის და 18 საათი მე აქეთ არის. ჩვენ ამ წუთას დაგვეტყვა ის 6 საათი, რომელიც ზღვა წასულია. შევალთ რომელიმე მაღალი კლასის რეზორტში, აქედან ავარჩევთ, რომელიც მოგვეწონება. გავატარებთ საღამომდე იქ დროს, მანამდე ზღვაც მოვა, იმედია და ჩავალთ მე ზღვაში. შემოვედით ვესტინის ტერიტორიაზე, 4 საათია, 5:30-ია დაახლოებით 1-2 საათი გვაქვს რუჯისთვის, საცურაოდ და შევჭამთ. მანამდე იმედია ზღვაც მოვა და ტერიტორია ძალიან ლამაზია. 200-300.000 იღებს აქ შემოსვლა. $20 ალბათ რა, $20 თუ ადამიანის ტერიტორიის სარგებლობა შეგიძლია და დანარჩენს უკვე რასაც შეუკვეთავ, შეუულებრივად გადაიხდით. ზღვა კი მოვიდა, მაგრამ ისეთი არ არის რა, უნდა გახვიდე აი იმ სიშორეს ტალღებისადაც ჩანს, რომ კოჭემამდე იყო. შესაბამისად ზღვას დღეს აქ აღარ ველით და გადავალთ სხვა სასტუმროში სავახშმოდ. ბევრი არ გვიძებნია, 200 მეტრის გავლის შემდეგ ვიპოვეთ ერთი ძალიან ლამაზი ადგილი, სადაც მარტივად გადავწყვეტეთ, რომ აი ამ ხედზე გავჩერებულიყავით. აქვე ვივახშმეთ. ბევრსაც არ ვილით და მე წავალთ სახში. გაგვიმართოს. ულამაზეს ხედზე გატარებული ვახშმის შემდეგ კი ამ ტურის საბოლოო, ყველაზე გემრიელი და გრანდიოზული ლუკმის დრო დადგა. ეს არის ქალაქი ქალაქში, სახელად ნუანუ. ნუანუ 44 ჰექტარზე გაშენებული კრეატიული ქალაქია, რომელიც იდეურად ჰარმონიული ცხოვრებისთვისაა შექმნილი. ქალაქში არსებული სხვადასხვა ინსტალაციები და კაფეები გასართობ სანახაობრივ სამუშაო სივრცეებთან ერთად ერთმთლიან ეკოსისტემას ქმნის, რომელიც განათლებას, ხელოვნებას, კულტურას და შემოქმედებით ცხოვრების სტილს ემსახურება. ნუანუს ერთ-ერთ ჩვეულებრივ კაფეში ისეთი ეგზოტიკური ცხოველების ნახვა შეგიძლიათ, როგორიც ალპაკა. საკაი ტიპები არიან. შეიძლება რომ შეგაფურთხონო, კმენითო არ იკპინებიანო, უკან ვერ დაუდგები, წიხლებს იქნებენ, ერთმანეთის პირისპირ ვერ დაუდგები, იმიტომ აფურთხებენ ერთმანეთს, ძალიან საყვარლები არიან, თავზე მინდა მოვიფერო, მაგრამ თავზე შეხება არ შეიძლება. მოკლედ, რაც კარგია, არაფერი არ შეიძლება. That's enough experience. შეგიძლია ალპაკას აჭამო გარედანაც, შიგნიდანაც, ან უბრალოდ აი ამ ულამაზეს კაფეებში ალპაკებთან ერთად რაღაც ლანჩი კონდეს, გამაგრილებელი სასმელები მიირთო და უბრალოდ დაისვენო. ყუდრო და ლამაზი ადგილია. კიდევ ერთი სივრცე არის, ეს ულამაზესი ბოტანიკური ბაღი. რამდენიმე პატარ-პატარა სივრცისგან შედგება და მრავალი სხვადასხვა უცხო ჯიშის სცენარის წაწყლები. ძალიან ლამაზადაა გაკეთებული, კრეატიულად, განათებები ძალიან უხდება და ვისაც სცენარეები, ხეები იყვართ ეს ადგილი ძალიან მოგეწონებათ. კიდევ ერთ-ერთი სივრცე არის ტყე. ეს ტყე არის საოცრად მოწყობილი, განათებული, განსაკუთრებული, როცა ღამდება და უკვე ეს სინათლეები, აი ესე ალამაზებს აქაურობას, ავატარის ტყეებში გონია თავი, ფილმში თვითონ ძალიან ლამაზია, აი ბუდეებია გაკეთებული, ამონათებულია სხვადასხვა ძალიან ლამაზი ხე, უამრავი სხვადასხვა მცენარე არის, დეკორატიული ხიდები, აი მაგალითად ეს, მოკლედ ულამაზესია, სიტყვებით მიჭირს ამ ყველაფრის გადმოცემა, ეხლა რასაც ვხედავ. ეს ტყე არის ძალიან დიდი, არ გეგონოთ, რომ პატარა სივრცე არის. დაახლოებით 1 კილომეტრი არის მინიმუმ სიგრძეში, რაც უნდა გაიარო და მთლიანად ესე არის გაკეთებული ყველაფერი. It's okay. ბოლოსთვის ყველაზე ტკბილი ლუკმა მოვიტოვეთ. ამ სივრცეში არის
Luna Beach Club-ი, რომელიც არის ძალიან კრეატიული. Luna Beach Club-იდან კიბები ჩამოდის დაბლა, სადაც არის Utopia, ამ სივრცეშივე არის აუზი, აუში ინტეგრირებული თვითონ ბარი და გვის ხედი. აქაურობის კიდევ ერთ სავიზიტო ბარათი არის THK Tower-ი. დღის საათებში და საღამოთი 100-ლად შეგიძლიათ. საკმაოდ მაღალია, ნათდება. ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ადგილია აი ამ სივრცის. ყველა სივრცეზე ძალიან კარგად არის ნაფიქრი, ყველა შტრიხია, თუნდაც ეს აუზები ეს განათებული. ეს არის ალბათ 15% იმ საერთო დიდი პროექტისა, რა საბოლოო ჯამში უნდა იყოს და იქნება, იმიტომ რომ ყველგან მშენებლობები მიდის. არ ვიცი საბოლოო ჯამში აქ რა გამოვა, მაგრამ ძალიან კარგი რაღაც შენდება. ერთი ამის დაზუსტების შემიძლია თქმა. ჩვენი მოგზაურობა ბალიზე ხვალდილით დასრულდება. რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ბალი არის ადგილი, სადაც სულიერი სიმშვიდე და ველური თავგადასავლები ერთმანეთს იდეალურად და სრულიად ბუნებრივად ერწყმის. ეს არის კუნძული, რომელიც უძველესი ტაძრების სიმშვიდეთა და ოკეანის ენერგიით თითქოს ხელახლა გაპოვნინებს საკუთარ თავს. აქ ყოველი მწვანე ტერასა, ტაძარი თუ სანაპირო ქმნის სამყაროს, რომელიც არასდროს წყვეტჩენს გაოცებას. ბალი ყოველთვის ტოვებს განცდას, რომ მიუხედავად მისი პოპულარობისა, ის მაინც ინახავს ამ მოუცნობ საიდუმლოებებს, რომელთა აღმოსაჩენადაც აქ დაბრუნება ყოველთვის მოგინდება. და თუ გსურთ, რომ აღმოაჩინოთ უფრო მეტი და საინტერესო ადგილი ტურისტთან ერთად, გამოიწერეთ TravelFies არხი და დაელოდეთ მომდევნო ლოკაციას.